ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ტყვე და ვიდრე ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, მანამდე სასამართლო არის ფარსი და რასაც დაავალებენ იმ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეხლა რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს. სისხლის სამართლის კოდექსის 59 მუხლის მიხედვით დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში სასჯელები შთაინთქმება. მოსამართლემ კაფეო განმარტება არ გააკეთა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეხლა გვიტოვებს ჩვენ რაღაც ვარაუდისთვის სივრცეს მე დასაბუთებულში დაწერილში წავიკითხავთ ალბათ რაზე იმშელა რომ აი რეციდივს ჰქონდა ადგილი და აი ამის გამო უფრო მძიმეზე წავიდა თუმცა რეციდივის შემთხვევაში წერია კანონში რომ უფრო მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ რაღაც უკიდურეს შემთხვევებში შესაძლებელი რომ გარკვეული სასჯელების შეკრება მოხდეს თუმცა ისიც ნაწილობრივ იმ პირობებში როდესაც ერთი კვირის წინ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა იქნა დანიშნული, რომელიც უფრო მეტი იყო მანამდე განაჩენებზე და ბევრად მეტია, ჯერადად მეტია ამ მუხლის სანქციაზე, ამიტომ აბსოლუტურად გაუგებარი ასე გამოყენება მოხდეს. არაფრად მიგვაჩნია ეს არაფრის მთქმელი უკანონო ბრალი და სასჯელი, რომელსაც აცხადებენ მონურ მორჩილებაში მყოფი რუსების დავალებების შემსრულებელი მოსამართლეებად წოდებული ივანიშვილის მსახურები და ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებაც, პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია, ამას ამბობს საქართველოს ისტორია და ამას იტყვის საქართველოს მომავალი.